მოგესალმებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გასული ღამის განმავლობაში აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა და კანონიერი ქურდობა. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. დაკავებულები ეგრეთ წოდებულ ქურდული გარჩევების და შეკრებების დროს უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის კანონიერ ქურდს, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებულ ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223 მუხლის სეკუნდა და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით აუსვლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ასევე გამოძიებაზე პროცესუალურად ხელმძღვანელ პროკურორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღნიშნული ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში. ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად ქართველი სამართალდამცავებისთვის ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით მოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ პრინციპულად, მკაცრად და ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. ნებისმიერი პირი, რომელიც არ ღვევს კანონს და ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. დიდი მადლობა.